წუთით რა ძალიან გქონდა. ერთი წუთით მეთქი. იქით გაიქეცი. ძალიან გქონდა. უკვე წავიდა. ერთი წუთით მეთქი. მეორე, ეხლა მაინტერესებს ერთი რამე. შოთა რუსთაველიდან დაწყებული ბესი გაბაშვილი. დატო ბარათაშვილი და მთელი ჩვენი პოეზია რაც არსებობს. რან ავიღოთ ეხლა რა ვიცი აი თუ რა ლორდ ბაირონი, ყველა ესენინი, პუშკინი, ფემინისტი ქალები რო ყოფილიყვენ სოფლიოში. რამე ლექსი დაიწერებოდა კიდებული, ვინ დაწერს თქვენზე ლექსს თავის ცხოვრებაში. თქვენ ლექსს ვინ დაგიწერს? თქვენი შემხედვარე საქართველოს სამძიმარს უცხადეთ. საქართველოს გარდაცვლილა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. ეხლა მეორე. ჩემო კარგებო, მე მინდა კითხოთ ესეთი რამე. ბატონო გივი მიმართავს მე როგორც მივხვდი იმ ნაწილს რომელიც იმ ნაწილს მე თქვენთან საქმე არ მაქვს. როცა ნონა გაფრინდაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ქალთა შორის ჩემზე ბედნიერი კაცი დედამიწის ძურზე არ იყო. ორჯერ ვიტირე, შვილებს მიწავა. როცა ჩიბურდანიძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ვიტირე და უბედნიერას ვიყავი ალექსანდრიას უყელა. ჩემო კარგებო, რო დაგიჩებებიათ პარლამენტში გვინდაო. წადით მესაფლავეთ იმუჩავეთ, გედაცვალეთ. რატო არ მუჩაობ ტრაქტორისთან? ესე იგი ჩვენ რა გიდათ? ჩვენ ეხლა ყველა პარლამენტარს ეს არ ეხება, მაგრამ უამრავი პარლამენტარი არის უნიჭო. და კიდე ეს თქვენარი უნიჭოები უნდა შეემართოს იმ პარლამენტს დაიღუპება ეს ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება მაგრამ. რატომ გიქრობთ უნიჭოები? იქნებ ნიჭიერი ქალები შეემართოს. ქალბატონო ეს თვითონ ძალიან ძალიან მე მართავ წამყვანს. მე ვერ გავიგე ეს ქალბატონი ეპისკოპოსია თუ ჩვეულებრივი ფემინისტი. ძალიან დიდი ბოდიში. ბატონო ერთი მართლოვინა და მე იდაპარაკეთ. ბატონო გივი ძალიან დიდი ბოდიში. მე ვარ სოფიო ხორგუანი. შეურაცხყოფილი ვარ, აქეთ იშვერთ ხელს ჩვენკენ. რატო მე ხო არ მითქია ცოტა დეფირო. შეიძლება ბევრი იყოს უნიჭო და ბევრი ნიჭიერი. ნუ ყვირი ხარ ძალიან გთხოვთ, ნუ გვიყვირით აქ. იშვერთ ხელს ჩვენკენ და ამბობთ რომ ჩვენ აქ უნიჭოები ვარ, თურმე ლექს არავინ არ მომიძღვნის და ასე შემდეგ, ხო? და ეს არ თუმე ტრაგედია. თქვენ თუ ფემინისტი ხართ, თქვენელ გავს ლექს არავინ არ მიუძღვნის. რას ეძახით ფემინისტ გავს? აღიხსნით ახლა ერთ წუთში. აი რომ ლანძღავთ რა როგორ გზად? მე გეტყვით მე რას ვაკეთებ რა? მე ფემინისტი ვარ თუ ისა იგულისხმება რომ თქვენი თანასწორი ვარ. შეიძლება არ მაქვს თქვენსავით ბევრი კუნთი და არა ვარ ისეთი ძლიერი, ასეთი ფიზიოლოგია მაქვს რომ ასეთი წვრილი კოჭი მაქვს და წვრილი ხელები მაქვს და არ შემიძლია თქვენსავით კუნთმაგარი ვიყო. მაგრამ თქვენზე მეტი ჭკუაც მაქვს, თქვენზე მეტი ინტელექტიც მაქვს. თქვენზე მეტი შინაგანი ძალათი. მე გავხდი ფემინისტებთან. არა, ძალიან სამაცხინო რაღაც, ძალიან დიდი ბოდიში. მე გავიზარდე სვანურ ოჯახში და სვანი კაცების გარემოცვაში. არც ერთ კაცს ჩემს გარშემო არ უკადრებიო, არც ერთი ქალისთვის, ხალი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს როგორც კაცი. ის რასაც ეხა თქვენ კადრულობთ და მაგარი კაცობა იმას არ ნიშნავს თუ შენ არ მოგწონს ქალი და არ ეთანხმები მას და თვლი არ ნიშნავს ამას რომ შეურაცხყოფა მიახერხო. აი რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის სირცხვილი. მანდილოსთან შეურაცხყოფას ნუ მივაყენეთ. როგორც წესი ამ თემაზე სასაუბროთ და თავის თავზე ანუ ფემინიზმის კრიტიკას თავის თავზე იღებენ ადამიანები რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებულები და დეფინიციის დონეზეც კი არ იციან რა არის ფემინიზმი, რას ემსახურება, რა ფასეულობების მატარებელია. ესეთი დაბალ რესურსული ინტელექტის მქონე ადამიანები, როდესაც აკრიტიკებენ ფემინიზმს, მაშინ ოპონირება ხდება მდარე ხარისხის, არ ხდება თემის განხილვა, არ ხდება ფემინიზმის ვის უფრო მაგარი ხმა აქვს, ვის უფრო მაგარი გაიშვებს ხელებს, ეს არის ფაქტის კონსტანტირება. მოემზადეთ თემისთვის, ის მაინც იცოდეთ რა არის ფემინიზმი, რადგან ამის უკან, რა ფასეულობებია და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარდა ბავშვობაში უტოპიური ფილოსოფია. სირანო დებერჟერაკის სახელმწიფო მთვარის და ძალიან მომწონდა ტომაზო კამპანელას მზის ქალაქი. და სულ ფიქრობდი, რომ ალბათ მოვად როდესმე, რომ მე მართლა მზის ქალაქში ვიცხოვრებ და ვიცხოვრებ მთვარის ქალაქში და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ეს მთვარის ქალაქი და მზის ქალაქი ქალების ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც სიყვარულს მიუძღვნიდნენ მამაკაცებს და სამყაროს. რა მივიღეთ? ჯოჯოხეთის ქალაქი. ეს ქალაქი აღარ არის. ეს არის ჯოჯოხეთის ქალაქი. არიან ადამიანები, რომლებსაც არ იცია რა ნიშნავს იყო ქართველი, რა ფასეულობებს ატარებენ და რატომ ყავს ასეთ რა დროს დედობა, რა დროს არისო სოლობა, რა დროს მეუღლეობა. ეს არის ქალი, რომელსაც არ წამთო იყოს მეუღლე, არ წამთო იყოს დედა. არა, ეს ბატონო გივი, არა, ქალს რა გქონი, ეს არის პოზიცია, რა ქართველი ქალი უნდა იყოს ინტიამი და რა ესეთი როგორც ეგა. მე